ჯასტინ, შენ საუბრობ ამ დივიზიონის საუკეთესო ბიჭებთან ბრძოლაზე. ხარ ერთ-ერთი ყველაზე, თუ არა ყველაზე ამაღელვებელი მსუბუქი წონის მებრძოლი, რომელიც კი ოდესმე გვინახავს ოქტაგონზე. შენი აზრით ეს ბრძოლა როგორ ჩაივლის? რა არის სტრატეგია? რას ფიქრობ ამ დაპირისპირებაზე ილიასთან? გულწრფელად რომ გითხრა, მიფიქრია ამაზე. ის უკვე არის ჩემპიონი, ხოლო მე ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ იყოს ჩემპიონი. მაგრამ ტექნიკური ანალიზი ახლა არ მაქვს. ჩემს მწვრთნელს ეს უკვე აქვს, გარანტიას გაძლევ. ჩემი მწვრთნელები ყურებს გამოგიჭიდავენ იმაზე საუბრით, თუ რა არის გეგმა, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვარ. მინდა რომ ამოხსნა თავსატეხი, რომელიც არის ილია თოფურია. ის შესანიშნავი მოკრივეა. მისი 2-3 არის საუკეთესო 2-3, რაც კი ოდესმე მინახავს ამ სპორტში. და ის სახიფათო, საშიში ტიპია, ასე რომ მოუთმენლად ველოდების შესაძლებლობას, რათა ჩემი უნარები წარმოვაჩინო. მე ძალიან ბევრი ბრძოლით ვაჩვენე, რომ შემიძლია ვიბრძოლო სხვადასხვა სტილით. ჩვენ ვიცით, რომ სტილები ქმნიან დაპირისპირებებს. და მე ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო, რომ შევკრა იდეალური გეგმა ამ ბიჭის დასამარცხებლად. ჯასტინ, გულწრფელად არ მინდა ვიყო ნეგატიური. მაგრამ შენ ხარ პლუს 350 კოეფიციენტით აუთსაიდერი. მიყვარს ეს. შენ ეს მოგწონს? აბსოლუტურად. UFC-ში 12 ბრძოლაში ვიყავი აუთსაიდერი. და მათგან 10 მოვიგე. ეს საკმაოდ კარგია. ეს არის ის, რაც ვარ. წარმოშობით ასეთი პატარა ქალაქიდან ვარ, უკაცრიელი ადგილიდან. ვაფასებდი მომენტებს, როცა ქალაქებში ჩავდიოდი და იმ ქალაქელ ბავშვებს ვეჭიდავებოდი. და ვუჩვენებდი მათ, რომ ეს სოფლელი ბიჭები რაღაც განსაკუთრებულები არიან. აი რატომ ვივაღწია აქამდე, რადგან ჩემში ძალიან ძლიერი ბრძოლის ჟინია. მიყვარს ჩემი ოჯახის წარმოჩენა უპირველეს ყოვლისა და ეს უზარმაზარი პატივია ჩემთვის, ჩემი მწვრთნელებისთვის და მე აღფრთოვანებული ვარ. რა არის ყველაზე დიდი საფრთხე ილია თოფურიასგან? დარტყმის ძალა? რა თქმა უნდა, დარტყმის ძალა. მისი ტექნიკური შესაძლებლობები. ის ძალიან კარგ ბრძოლებს ატარებს. ის ძალიან კარგად აკონტროლებს დისტანციას. მისი ფეხებით მუშაობა განსაკუთრებულია. და ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის, გავაკონტროლო მისი ფეხები და გავაკონტროლო დისტანცია. არ მივცემ მას საშუალება იპოვოს ის ძლიერი დარტყმები. ეჯგარეშია, ის ძლიერად ურტყამს. და რა თქმა უნდა, მეც მძიმე დარტყმა მაქვს, მაგრამ ტაიმინგია ყველაფერი. მიზეზი რის გამოც მისი დარტყმები ასეთი ეფექტურია, არის ის, რომ მისი ტაიმინგია იდეალური და მე მომიწევს ამ ტაიმინგის დარღვევა. შენ ხარ მთავარი ბრძოლა. შენ იბრძვი აბსოლუტური ჩემპიონობისთვის თეთრ სახლში. ოდესმე მაინც თუ დაგიშვი ან წარმოგიდგენია, რომ გახვალ იქ, შეასრულებს საქმეს. და შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონის ქამარს შემოგხვევს წელზე. ეს იქნებოდა განსაკუთრებული მომენტი. მაგრამ არა ისეთი განსაკუთრებული, როგორც იმის მიღწევა, რის მისაღწევადაც დავიწყე ეს ასპარეზობა. ეს არის გავხდე აბსოლუტური ჩემპიონი და ეს გავაკეთო ისეთი მებრძოლის წინააღმდეგ, როგორც თოფურია, თეთრი სახლის გაზონზე. ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება. ხოლო ტრამპის მიერ გადმოცემული ქამარი იქნება კულმინაცია.